მოგესალმებით. ეს ტელეკომპანია პულსია, მე კასანიკიძე გახლავართ და ეთერშია გადაცემა მედიდია, რომელიც დღეს ძალიან სასარგებლო, საინტერესო და მე ვიტყოდი ჰუმანურ იდეას გაგაცნობთ. სწორედ ამიტომ დღეს ჩვენ სტუდიაში მოვიწვიეთ სტუმრები, რომლებიც ისაუბრებენ იდეაზე, რომელიც საქართველოსთან შორს ევროპაში გაჩნდა, კიბოსთან ბრძოლის, კიბოს კონტროლის საერთაშორისო კავშირის ოჯახში, მაგრამ თელს მსოფლიოში გავრცელდა და მათ შორის თბილისსა და საქართველოსაც მოაღწია. დღეს სტუმრად მოვიწვიეთ ქალბატონი ნათია ვერძაძე, რომელიც წარმოადგენს ამ საინტერესო იდეის, ეგრეთ წოდებული City Cancer Challenge, როგორც ვამბობ, განუმარტოთ მაყურებელს, ეს გახლავთ კიბოსთან ბრძოლის ქალაქის შესახებ ინიციატივა, მისი თბილისის მენეჯერი ამ პროექტისა და ასევე ალფრედო პოლო, რომელიც გახლავთ City Cancer Challenge-ის ტექნიკური დირექტორი. დიდი მადლობა მობრძანებსით, thank you for coming. Thank you. და დღეს დავიწყოთ საუბარი, ნათია მოგვიტევეთ ამ შემთხვევაში. მივანიჭებთ უპირატესობას სტუმარს, მასთან საუბრით და მკითხავდით, როგორ გაჩნდა საერთოდ City Cancer Challenge-ის იდეა UICC-ის წიაღში და შემდგომ როგორ განვითარდა. Thank you very much. მადლობა, ძალიან დიდი მადლობა. City Cancer Challenge შეიქმნა 2017 წელს როგორც სპეციალური ინიციატივა კიბოს კონტროლის საერთაშორისო კავშირის UICC-ის ფარგლებში და სხვადასხვა ქალაქებში დაიწყო ოპერირება. 2019 წელს ის გამოიყო როგორც დამოუკიდებელი ორგანიზაცია შვეიცარიაში დაფუძნებული ცალკე ფონდის სახით. იდეა რეალურად მდგომარეობს ქალაქებთან მუშაობაში მსოფლიოს მასშტაბით, რათა ამ ქალაქის მაცხოვრებლებისთვის გაუმჯობესდეს წვდომა კიბოს ხარისხიან და თანაბარ მკურნალობაზე. ეს არის ძირითადი იდეა. ამისთვის ჩვენ უშუალოდ ჩართული ვართ ქალაქთან. ურთიერთობთ ყველა შესაბამის მოთამაშესთან, რასაც ჩვენ ვეძახით ქალაქის დაინტერესებულ მხარეებს, stakeholder-ებს. ანუ ყველა შესაბამისი პირი, ვისაც აქვს რაიმე სათქმელი, ჯდება ერთ მაგიდასთან, საუბრობს და შემდეგ ვაანალიზებთ, რა გამოწვევებია, რა საჭიროებებია იქ, რაშია მოსახლეობის პაციენტების მიმართ ძირითადი ხარვეზები და ვცდილობთ ერთად დავიგეგმოთ და განვითარდეთ. ჩვენ ვცდილობთ ყველა შესაბამის მონაწილესთან ერთად შევქმნათ ის, რასაც გადაწყვეტილებებს ვუწოდებთ. ფაქტობრივად, ეს არის ის პროექტები, რომელთა განხორციელებასაც ვგეგმავთ ხოლმე ქალაქთან ერთად 2 წლის განმავლობაში და რომელთა მიზანია გარკვეული ცვლილებების შეტანა. ამრიგად, ჩვენ ვახორციელებთ პროექტებს აუცილებელი ცვლილებების მკაფიო იდეით. ჩვენ გვინდა რაღაცის გამოსწორება შერჩეულ ქალაქში. ჩვენ გვინდა გავაუმჯობესოთ კიბოს მკურნალობაზე ხელმისაწვდომობა. ეს არის ძირითადი იდეა და ეს მართლა ქვემოდან მოდის. ანუ ჩვენ ვუსმენთ ქალაქს, ვაანალიზებთ მის პრობლემებს, ერთობლივად ვქმნით და ვამუშავებთ გადაწყვეტილებებს და შემდეგ ვახორციელებთ ამ გადაწყვეტილებებს. ზუსტად, როგორც თქვენ თქვით, ჩვენ ასე არაფერს ვაწესებთ. არანაირი ჩვენი დღის წესრიგი არ შემოგვაქვს ქალაქში. ჩვენ ვუსმენთ მას და დიახ, ასე ვთქვათ, ერთგვარ კატალიზურ ეფექტს ვქნით. ასე რომ ჩვენ უბრალოდ ყველას ვაერთიანებთ და ხელს ვუწყობთ პროცესებს. მაგრამ საჭირო ალბათ იმიტომ ვართ, რომ ჩვენ გვაქვს ისეთი მნიშვნელოვანი ფუნქცია, როგორიცაა საერთაშორისო ექსპერტიზის მობილიზება. ამრიგად ჩვენ ვსწავლობთ ქალაქებს და ვაიდენტიფიცირებთ მათ ტექნიკური პარტნიორებისა და ჩვენი ექსპერტების ქსელში. რადგანაც არსებობენ ისეთი ექსპერტები, რომლებსაც შეუძლიათ მოვიდნენ ქალაქში. ასევე გვაქვს მასპინძელი დაწესებულებები, სადაც პროექტში მონაწილე ქალაქებიდან შერჩეულ ადამიანებს შეუძლიათ წასვლა, დათვალიერება და სამეცნიერო ვიზიტების განხორციელება და გამოცდილების მიღება. ჩვენ ყავს ისეთი ექსპერტებიც, რომლებსაც შეუძლიათ ქალაქში უკვე არსებული ზოგიერთი პროცესის ხარისხის გაუმჯობესება. ჩვენ ერთად ვამუშავებთ გაიდლაინებსა და დოკუმენტებს, რომლებსაც შეუძლიათ გააადვილონ კიბოს მართვის სტანდარტიზაცია ქალაქში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. დიდი მადლობა პასუხისთვის და ჩვენ კიდე დაგიბრუნდებით, იმიტომ რომ ძალიან ბევრი საინტერესო კითხვა ჩნდება ამ იდეასთან და მის დანერგვასთან დაკავშირებით. და ახლა მინდა გკითხოთ თქვენ, ნათია, თქვენ როგორ ფიქრობთ, როგორ მოხდა, როგორ გახდა შესაძლებელი, რომ ამ ძალიან საინტერესო მნიშვნელოვან ინიციატივაში ესეთი საკმაოდ საინტერესო ექსპერტების მონაწილეობით, გამოცდილი ექსპერტების მონაწილეობით შეგვიძლია ვიმსჯელოთ მართლაც კიბოსთან დაკავშირებულ პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე და თბილისი აღმოჩნდა ჩართული ამ ინიციატივაში, თქვენ კი ამ პროექტის თბილისის მენეჯერი ხართ.
პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის და მადლობა რომ დროს უთმობთ ამ ძალიან საინტერესო საკითხს, ძალიან მნიშვნელოვან საკითხს ჩვენი ქვეყნისთვის. ეს იყო 2018 წელს, როცა თბილისის მერიამ გამოხატა ინტერესი ამ პროექტთან მიმართებაში და შესაბამისი პროცედურები გაიარა იმისთვის, რომ იმ ქსელში გაერთიანებულიყო, რასაც დღეს ვეძახით City Cancer Challenge-ის მსოფლიო ქსელს. ეს პროცესი დაგვირგვინდა იმით, რომ 2019 წელს თბილისი ოფიციალურად გაწევრიანდა ქსელში და პირველი ნაბიჯი, რაც გადაიდგა, იყო საჭიროებების შეფასება, რომელიც მოხდა შესაბამისი კითხვარის მეშვეობით და როგორც კი ამასთან დაკავშირებით, ქვეყანაში, ქალაქში არსებულ საჭიროებებთან დაკავშირებით შესაბამისი მონაცემების შეგროვდა. შემდგომი ნაბიჯი, რაც განხორციელდა, იყო სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლების საერთო ერთ მაგიდასთან გაერთიანება და ფიქრის დაწყება იმასთან დაკავშირებით, როგორ შეიძლება ეს პრობლემები გადაიჭრას. პრობლემები, რა თქმა უნდა, ბევრი იყო და რა თქმა უნდა, ერთი ხელის მოსმით ყველა პრობლემა ვერ გადაიჭრებოდა, ამიტომ მოხდა პრობლემების საჭიროებების დაპრიორიტეტება, რომელიც შემდეგ გადაითარგმნა პირველი ციკლის პროგრამის სახით. პროგრამა შედგებოდა 9 პროექტისგან, სხვადასხვა სამოქმედო გეგმა შედგა ფაქტობრივად, საჭიროებებზე დაკავებით. როგორც უკვე აღინიშნა, City Cancer Challenge არ მიდის ქვეყანაში კონკრეტული აქტივობების განსახორციელებლად, აბსოლუტურად ეფუძნება იმ ქალაქში, ქვეყანაში არსებულ საჭიროებებს. ვფიქრობ, ეხლა ამ გადმოსახედიდან, როცა ვფიქრობ, რამ განაპირობა ამ პროექტის წარმატება, ალბათ მთავარი ორი ფაქტორი არის ის, რომ სახელმწიფო მხარის დაინტერესება და მხარდაჭერა და კოლაბორაცია არის ძალიან ძლიერი. თბილისის მერია, ჯანდაცვის სამინისტრო ძალიან აქტიურად უჭერს მხარს ამ პროექტს და მეორე ტექნიკური ექსპერტიზის ჩართულობა ექიმების სახით, პაციენტთა კავშირების ინტეგრაცია ამ პროცესებში. თითოეული რგოლი არის უმნიშვნელოვანესი იმისათვის, რომ მიდგომა. კი ბატონო. საბოლოო ჯამში 2024 წელს დასრულდა პირველი ციკლი წარმატებით 9 პროექტით და 30 შედეგით. პირველი ციკლი შეიძლება ითქვას, რომ უფრო მეტად მიეძღვნა ისეთი დოკუმენტების შემუშავებას, რომელიც საფუძვლად ედება კიბოს მიმართულების გაძლიერებას, გაიდლაინების სახით, პროტოკოლების სახით, რეკომენდაციების სახით. City Cancer Challenge ხელს უწყობს ადგილობრივ ექსპერტებს გაეცნონ უკეთეს პრაქტიკას მსოფლიოს წამყვან ცენტრებში და გადმოითარგმნოს ეს საუკეთესო პრაქტიკა საქართველოში. სხვადასხვა მიმართულებით შემუშავდა რეკომენდაციები და ერთ-ერთი ესეთი რეკომენდაცია, რომელიც დაინერგა და აუცილებლად ალბათ უნდა გაესვას ხაზი, იყო სისტემურ მკურნალობაში ჰოსპიტალში და ფარმაციის კაბინეტების დანერგვა, რომელმაც მართლა გარდატეხა შეიტანა ამ მკურნალობაში. ჩვენ ჯანდაცვაშია დასანერგი და როცა ეს ონკოლოგიიდან იწყება შესანიშნავი. კი ბატონო. მოდელია. დიახ, ეს იყო მოკლედ ის პროცესი, რაც თქვა თბილისმა გაიარა აქამდე. ეხლა ჩვენ უკვე მუშაობთ მეორე ციკლის გილოცავთ დაწყებას მეორე ეტაპის, კი ბატონო. მადლობა. გუშინ იყო ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა ექიმებთან, პაციენტებთან, სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლებთან, რათა შემუშავდეს მეორე ციკლისთვის პროგრამა, რომელიც ასევე ეფუძნება იმ საჭიროებებს, რომელიც ეხლა იმ რამდენიმე წლის შემდეგ, როცა ვთქვათ, ვიწყებდით ამ პროცესს, ეხლა დგას. შემდეგი ნაბიჯი, რომელიც ვთქვათ, განხორციელდა გარდა პროგრამის წარდგენის შემდეგ იყო ეროვნული კიბოს საბჭოს შეხვედრა, სადაც ეს პროექტების წარდგენა მოხდა. კიბოს საბჭოს მხრიდან მოხდა პროგრამის მოწონება
დადასტურება შესაბამისად დღეს უკვე შეგვიძლია ოფიციალურად განვაცხადოთ, რომ Sitting Answer Challenge ოფიციალურად იწყებს პროექტების იმპლემენტაციას მეორე ციკლის ფარგლებში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამართლებრივი საფუძველი აქვს ნებისმიერ იმ აქტივობას, რომელიც შეიძლება დაიგეგმოს და არ დარჩეს ეს ფურცელზე. ნათია, დიდი მადლობა და ახლა ისევ სტუმარს დაუბრუნდები. მე მინდა გკითხოთ იმასთან დაკავშირებით, თუ რა გამოცდილება დაგროვდა ეს მაინც ახალი ინიციატივაა. 7-8 წელი არსებობს და ბუნებრივია, წინ ალბათ ძალიან ბევრი საქმეა, მაგრამ რა გამოცდილება დაგროვდა მსოფლიოს ქალაქებში და თუ შევადარებთ ამ ქალაქებში მიღწეულ შედეგებსა და თბილისში მიღწეულ შედეგებს, როგორ იქნება თქვენი შეფასება? გმადლობთ ამ კითხვისთვის. ჩვენ არ ვადარებთ ხოლმე ქალაქებს. არ გვიყვარს ეს, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენ გვიწევს მუშაობა ბევრ გეოგრაფიულ არეალში. არაერთ განსხვავებულ გარემოში. მაღალი, საშუალო, დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში. ასე რომ ჩვენ ვმუშაობთ რამდენიმე გეოგრაფიული თავისებურების და განსხვავებული შემოსავლების მქონე ქვეყნების პირობებში და გვიწევს ამის გათვალისწინება. მათ საჭირო მომარაგებაზე. სწორედ ეს არის სიქენ მოდელის სილამაზეც, რომ ჩვენ ვახდენთ სტანდარტების ქალაქთან ადაპტირებას. ანუ ისევ და ისევ ჩვენ არ მოვდივართ იმ იდეით, რომ ვინმეს ჩვენი სტანდარტი დავაკისროთ, მაგრამ ყველა ქალაქში ვახერხებთ ამ სტანდარტის ადაპტირებას. ვცდილობთ გავიგოთ რა გამოწვევები აქვს თვითოულ მათგანს. შემდეგ კი ჩვენ ვერგებით ამ გამოწვევებს, ეგრეთ წოდებულ ჩელენჯებს და ვთავაზობთ ქალაქს შესაბამის ტექნიკურ დახმარებას. აი მაგალითად, არის რეგიონები, არის ქალაქები, რომლებსაც არ აქვთ ხელისწვდომა საბაზისო აღჭურვილობაზე, რაც არ გვხვდება თბილისში, რომელსაც აქვს წვდომა აღჭურვილობასა და მომსახურებაზე. ასე რომ იმ ქალაქებში უფრო მეტი კონცენტრირება უნდა მოვახდინოთ საჭირო სერვისების უზრუნველყოფაზე. მაგალითად, ინფრასტრუქტურულზე. დიახ, მაგრამ გეთანხმებით, არსებობს მაინც რამდენიმე საერთო თემა ყველა ქალაქში და ეს არის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და სხვადასხვა სპეციალობის მქონე იმ მუშახელის ცოდნა უნარების გაუმჯობესება, რომლებიც ჩართული არიან კიბოს მკურნალობაში. ამრიგად, ჩვენ ყველა ქალაქისთვის ვამუშავებთ შესაძლებლობების განვითარების პაკეტებს სხვადასხვა სპეციალობების გასაუმჯობესებლად. თითქმის ყველა ქალაქში ვცდილობთ გავიგოთ, როგორ გავაუმჯობესოთ მეთოდოლოგიები და მომსახურების მიწოდების ხარისხი. საერთო თემაა ასევე მონაცემთა სისტემებზე, მონაცემთა ბაზაზე წვდომა, სადაც არის ინდიკატორები ინტერვენციის წარმატების შესაფასებლად. ასე რომ, ესეც არის ჩვენი მხარდაჭერის ერთ-ერთი სფერო. კიბოსერვისების დაფინანსების პრობლემა ყოველთვის არსებობს. ამიტომ ჩვენ ვცდილობთ მოვუსმინოთ ქალაქს და წარმოვიდგინოთ, როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს უკეთესი დაფინანსება. შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია დაველაპარაკოთ სამინისტროსაც და შემდეგ ერთად, როგორც ზემოდან, ისე ქვემოდანაც წამოსული ახალი იდეების გამომუშავებას შევუწყოთ ხელი. მოკლედ, თითოეული ქალაქი განსხვავებულია, თითოეულ ქალაქს აქვს საკუთარი პრიორიტეტები, მაგრამ ამავე დროს არსებობს საერთო თემები, რომლებიც ვრცელდება ყველა ქალაქზე. ჩვენ ვცდილობთ მოვახერხოთ ადაპტირება ყველა სიტუაციასთან. ძალიან კარგი იდეაა, ნამდვილად წინვალე, იმიტომ რომ აქ მართლა ერთი უპირატესობა ის არის, რომ სხვადასხვა მონაწილის, სხვადასხვა ეგრეთ წოდებული stakeholder-ის დაკავშირება ხდება, მაგრამ მეორე და უფრო მნიშვნელოვანი, რაც მე მგონია, ეს გახლავთ სწორედ სტანდარტიზება გარკვეულწილად სერვისების და აი საერთაშორისო თანამედროვე სამედიცინო ხარი, მომსახურების ხარისხის სტანდარტთან მიახლოვება. ძალიან დიდი მადლობა და მე მაინტერესებს ახლა კონკრეტულად თბილისის Sitting Answer Challenge-ის პროექტის პირველ ნაწილს მოკლედ როგორ შეაფასებდით და რა გეგმები გაქვთ, რაზე ხართ ძირითადად ფოკუსირებული მეორე რაუნდის დროს? დიახ, ქალაქის ჩართულობის პირველი ნაწილი, რასაც ჩვენ ვუწოდებთ ციკლს, ეს მართლაც გამოწვევა იყო. რადგან მთავარი ამოცანა იყო ყველა დაინტერესებული მხარის, სხვადასხვა დაწესებულებებში მომუშავე პერსონალის გაერთიანება, სამოქალაქო საზოგადოების და პაციენტების ორგანიზაციების ხმის მოტანა დისკუსიაში. მიღებულ იქნა დადგენილებები, რომ მთავრობა წაახალისოს, დაიწყოს მუშაობა მრავალწახნაგოვანი მიდგომის, მულტიდისციპლინური გუნდების გამოყენებით. ჩვენ შევიმუშავეთ ხარისხის სახელმძღვანელოების სხვადასხვა სპეციალობებისთვის, რათა მოხდეს ანგარიშ
ნიმუშების სტანდარტიზაცია. ასე რომ ბევრი რამ იყო ინტეგრირებული მართვის, საბუთების, ჰარმონიზებული და სტანდარტიზებული საქმიანობის თემებთან. ეს იყო ძირითადში პირველი ციკლის სამუშაო. ახლა მეორე ციკლში, რომელიც ამ დღეებში იწყება, ნამდვილად გსურს განვახორციელოთ პროდუქტები, რომლებიც შეიქმნა პირველი ციკლის დროს. ჩვენ ვიმუშავებთ სარძევე ჯირკვლის კიბოს ირგვლივ და ამიტომ გვაქვს პარტნიორობა ჯანმოსთან, გლობალური ძუძუს კიბოს ინიციატივის განსახორციელებლად. ანუ რომ შევაჯამოთ, ჩვენ შევიმუშავეთ 3 პროექტი. ერთი, ადრეული დიაგნოსტიკისთვის ვცდილობთ შევამციროთ გვიან ეტაპებზე გამოვლენილი პაციენტების რაოდენობა. ჩვენ გვაქვს კიდევ ერთი პროექტი, რომლის მიზანია შემცირდეს დიაგნოსტიკური ინტერვალი 60 დღეზე ნაკლებ დრომდე, რათა უკეთესი შედეგის მიღება მოხერხდეს პაციენტებისთვის. და გვაქვს მესამე პროექტი, კურნალობის ხარისხზე, ქირურგიაზე, რადიოთერაპიაზე, ქიმიოთერაპიაზე. ამიტომ ვცდილობთ მკურნალობის ჰარმონიზაციას და გაუმჯობესებას იმ იდეით, რომ ყველა პაციენტს, რომელსაც ესაჭიროება მკურნალობა, უნდა ჰქონდეს ამაზე მწვდომა. ამასთან პაციენტთა სულ მცირე 80%-ს უნდა ჰქონდეს მწვდომა მკურნალობაზე მისი შეწყვეტის გარეშე. აი ეს არის ამ მეორე ციკლის ძირითადი სამოქმედო სფეროები. ჩვენ ძალიან მოხარული ვართ, რომ დავიწყებთ ისევ მუშაობას თქვენ ქალაქთან, ჯანდაცვის სამინისტროსთან და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან. ძალიან დიდი მადლობა. აი მართლა ეს პრობლემებია ამ წუთას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ჩვენთან კიბოს კონტროლის და მენეჯმენტის საკითხებში და დიდი მადლობა იმისთვის, რომ თქვენ სწორედ ამ სამ მიმართულებაზე გააკეთეთ ამ ეტაპზე ფოკუსირება და იმედი მაქვს, რომ გავაგრძელებთ. და ვიდრე ჩვენს პირველ ნაწილს დავასრულებთ, ნათია, მინდა თქვენ ძალიან მოკლედ შეაფასოთ, რა იმედები გაქვთ, რას ელოდებით აი ამ მეორე ციკლიდან და თქვენ თავად როგორ ფიქრობთ, რა ძირითადი საკითხებით უნდა დაიწყოს მეორე ციკლის აქტივობები უკვე, იმიტომ რომ როგორც ხედავთ, უკვე არის დანერგვის ფაზა. კი ბატონო. როგორც უკვე აღნიშნეთ, პირველი ციკლი მიეძღვნა ფუნდამენტის შექმნას, ესე ვთქვათ, იმისთვის, რომ გაძლიერდეს კიბოს მიმართულება საქართველოში. მეორე ციკლში გვინდა უკვე დანერგვაზე გადავიდეთ, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და ვერანაირი ფუნდამენტი რეალურად ხელს ვერ შეუწყობს, ხელშესახები შედეგებს ვერ მოგცემს, თუ რეალურად პრაქტიკაში არ დაინერგა თითოეული რეკომენდაცია, თითოეული დოკუმენტი, თითოეული გაიდლაინი, პროტოკოლი და ასე შემდეგ. ამიტომ მეორე ციკლი გვინდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ რეალურად პირველი ციკლის შედეგები დავნერგოთ, თუნდაც რეკომენდაციები განათლებასთან დაკავშირებით ვიმუშაოთ შესაბამის სტრუქტურებთან, რომ გავაძლიეროთ, დავუახლოვოთ ევროპულ საგანმანათლებლო სისტემას, სტანდარტული დიაგნოსტიკა, უფრო მეტად სტანდარტული გახდეს დიაგნოსტიკა მაგალითად. ჯანმოსთან უკვე ნახსენებია, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან თანამშრომლობთ და არსებობს არაჩვეულებრივი დოკუმენტი, ძუძუს კიბოს გლობალური ინიციატივა, ჩარჩო დოკუმენტი, რომელიც დეტალურად გადმოგცემს, როგორი უნდა იყოს მთელი პროცესი ძუძუს კიბოს პაციენტის და რომელიც არაჩვეულებრივად ზომავს თითოეულ დროს თუ ხარისხს, რომელსაც მოიცავს მთელი ეს პროცესი. თავიდან დანერგოს ამ კონკრეტული აქტივობით და თუნდაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ალბათ, რაც ამ პროექტმა უნდა მოიტანოს, არის ის, რომ გავზომოთ მაგალითად, როგორ ხდება დიაგნოსტიკა ქვეყანაში. ახლოს არის იმ საერთაშორისო რეკომენდაციებთან თუ არ არის. თუ არის, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, მაგრამ თუ არ არის, მაშინ რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მიუახლოვოთ. ზუსტად, ძალიან დიდი მადლობა. ნათიმ, რომ აქამდე თუ რა მხარვეზი ქონდა ალბათ და აქვს ჯერჯერობით ჩვენ ჯანდაცვის სისტემას ზოგადად, არა მარტო კიბოს კონტროლის მიმართულებით, არის ხოლმე ეს რაღაც სტანდარტი, რომელთან მიმართებაში შეიძლება ჩვენ შევაფასოთ. ხო? არის კარგი თუ არ არის კარგი, არის სწორი თუ არ არის და ვერ ვზომავდით აქამდე რაღაც კონკრეტული ინდიკატორებით და ძალიან მიხარია, რომ წამოვიწყებთ ამას და მე ეს მოდელი იმედია გავრცელდება მთლიანად მთელი დარგის და ზოგადად ჯანდაცვის სისტემაში. ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის, ამ საინტერესო ინფორმაციის მოწოდებისათვის და გისურვებთ წარმატებებს მეორე რაუნდში. კარგად ბრძანდებოდეთ, დიდი მადლობა მობრძანებისთვის და ეხლა სტუდიაში მაშინ უკვე თავად
მოქმედ ონკოლოგებსა და ექიმებს დაუძახებთ, რომლებიც კონკრეტულად ისაუბრებენ იმ შედეგებზე და იმ მოლოდინებზე, რომელიც ამ პროექტიდან თბილისმა და მთლიანად საქართველოს ჩვენმა ონკოპაციენტებმა და მოსახლეობამ უნდა მიიღოს. წარმატებებს გისურვებთ მომავალ შეხვედრამდე. და ჩვენი გადაცემის მეორე ნაწილში შემოგვიერთდნენ ახალი სტუმრები, უკვე City Cancer Challenge-ის გუნდის წევრები, ქალბატონები, ონკოლოგები, ორივე თამარი, ორივე მშვენიერი, ორივე ნიჭიერი, ჭკვიანი და ძალიან დამსახურებული თავისი საქმიანობით პაციენტებისა და აი ამ პროექტის მიმართ. ქალბატონი თამარ რუხაძე, რომელიც გახლავთ ჩვენი მეგობარი ჩვენი გადაცემის, უკვე იყო ჩვენ ვისაუბრეთ ძალიან მნიშვნელოვან პრობლემაზეც მაშინ, ონკოლოგი, მედიცინის დოქტორი, თესაუს პროფესორი და როგორც თქვით, კოორდინატორი უკვე ამ პროექტის ერთ-ერთი და ქალბატონი თამარ ესაკია, რომელიც ასევე გახლავთ ონკოლოგი და City Cancer Challenge-ის outcome კოორდინატორი ეგრეთ წოდებული, რომელიც დაგვეხმარება იმაში, რომ დანერგვის ფაზა მეტნაკლებად ასე ვთქვათ, ადაპტირებულად განხორციელდეს, იმიტომ რომ პირველ ნახევარში ძალიან ბევრჯერ გაამახვილა ყურადღება ჩვენმა სტუმარმა ზუსტად იმაზე, რომ ჩვენ ვთავაზობთ ქალაქს რა, როგორ და რანაირად ვსვამთ ერთად ყველა მონაწილეს, მაგრამ ადაპტირება კონკრეტულ იმ საჭიროებებს, რომელიც სწორედ ამ ქვეყანას და ამ ქალაქს აქვს, უკვე ეს არის ძირითადი ფოკუსი ამ პროექტის და ზოგადად ადგილობრივი სპეციალისტების. ქალბატონ თამარ, ნება მიბოძეთ თქვენ დაგისვათ პირველი შეკითხვა. როგორ ფიქრობთ, რამდენად შესაძლებელია ჩვენს რეალობაში გათვალისწინებით ჩვენი ჯანდაცვის სისტემის ტიპის, რომელიც ნამდვილად განსხვავებულია მსოფლიოში სხვადასხვა ჯანდაცვის სისტემების ტიპისაგან, იმიტომ რომ მრავლესობა მაინც და კონკრეტულად ონკოლოგიაში გვაქვს მხოლოდ კერძო სამედიცინო დაწესებულებები. გათვალისწინებით იმისა, რომ დაფინანსება სპეციფიური აი ამ ტესტების სავერიფიკაციო ონკოლოგიური სადიაგნოსტიკო ტესტების ჯერჯერობით არ ხდება, მათ შორის არც მონიტორინგის ტესტების. როდესაც ჩვენ გვაქვს ძალიან რთული ინფორმაციული და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის პრობლემა ბევრი პაციენტისათვის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მოკლედ ჩვენს მოცემულობაში რამდენად რეალურია განხორციელდეს ყველა ის გეგმა, შესანიშნავი, ძალიან ლამაზი და ძალიან სწორი გეგმები, რომლებიც არის დღესდღეობით დასახული City Cancer Challenge-ის მიერ. დიდი მადლობა, მოგესალმებით პირველ რიგში. გავდანაიგა, მიხარია თქვენ სტუდიაში ყოველთვის სტუმრობა. მეც. მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მოწვევისათვის. ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ საქართველოში ონკოლოგიური პაციენტების და ზოგადად ონკოლოგიის მზრუნველობაზე არამხოლოდ ადგილობრივი ექსპერტები მუშაობენ, არამედ ამით დაინტერესებულია ზოგადად საერთაშორისო ორგანიზაციები, ისეთი გამოსვლილი ორგანიზაცია, ისეთი მნიშვნელოვანი ავტორიტეტული ორგანიზაცია, როგორც არის City Cancer Challenge. მათ აქვთ ძალიან ბევრი წარმატება, მათ აქვთ უკვე გამოცდილება და ცდილობენ ამ გამოცდილების გაზიარებას. პირველმა ეტაპმა საკმაოდ წარმატებით ჩაიარა და ის ახლა გამოვლინდა მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული პრობლემები ჩვენთვის ნაცნობი იყო, მაგრამ ამას მიეცა გარკვეული დასაბუთება ის გაჟღერდა საერთაშორისო პლატფორმებიდან და დაისახა კონკრეტული გეგმები იმისა, რომ გაუმჯობესდეს აღნიშნული სერვისები, გაუმჯობესდეს პაციენტთა მკურნალობა, გაუმჯობესდეს ხელმისაწვდომობა, გაიზარდოს და შეიცვალოს, გაღრმავდეს ამ მიმართულებით ცოდნა, გამოცდილება და ასე შემდეგ. რასაც ძალიან მივესალმებით. მნიშვნელოვანია ისიც, რომ სახელმწიფო სტრუქტურები ამას იზიარებენ, არის შეხვედრები და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტი ის არის, რაც არაერთხელ აღინიშნა, რომ შესაძლებელია ის, რაც საერთო წარმატებას უზრუნველყოფს ერთ მაგიდასთან, ბევრი ცენტრის, ბევრი სხვადასხვა საზოგადოების წარმომადგენლის, სხვადასხვა სერვისის გამხორციელებლის სასწავლო თუ სამეცნიერო დაწესებულების წარმომადგენლის ერთ სივრცეში დისკუსია, ერთად პრობლემების გაანალიზება
და ერთად სამომავლო გეგმების დასმა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ვისურვებდი ყველა მიმართულებით აღნიშნული პოლიტიკის გავრცელებას, რაც ძალიან სასიამოვნო პროცესია, მიუხედავად იმისა, რომ დისკუსია იყო, დებატი იყო, აუცილებლად. ჩვენ უნდა შევძლოთ ჩვენს პრობლემებზე საუბარი, ჩვენ უნდა შევძლოთ ჩვენ სირთულეებზე საუბარი, თუ გვინდა აღნიშნული პრობლემები დავწლიოთ. ამის შემდეგ ყოველთვის შესაძლებელია გადაჭრის გზების მოძიება და ერთობლივი თანამშრომლობით თუ ყველა არა, ვერ ვიქნებით ახლა მაქსიმალისტები, მაგრამ თუ არ დავიწყეთ ამ პრობლემების მოგვარება, ანუ ერთი რეალური შედეგი ნამდვილად რაც დადო, ეს იყო პრინციპში ქსელის შექმნა. ძალიან მნიშვნელოვანი, მართლა მეც რახან ერთ-ერთი მონაწილე, ამიტომ რომ საქართველოს პაციენტთა კავშირის, მერიის და ბიზნეს ორგანიზაციის წარმომადგენლობით გაკეთდა განაცხადი და ესეც ძალიან საინტერესო მოდელია ასეთი cancer challenge-ის, ის არიღებს მარტო რახან ეს ქალაქების პროექტია, ქალაქების მერიებისგან კი არიღებს განაცხადს, არამედ მხოლოდ იმ შემთხვევაში იღებს განაცხადს, თუ იქ თანამშრომლობს კერძო ორგანიზაცია, ბიზნეს ორგანიზაცია, არასამთავრობო და სამთავრობო სექტორი. აი ეს ტრიადა. ესეც მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ამით ხაზს უსვამს იმას, რომ აი ეს მულტიდისციპლინური გუნდი უნდა იყოს და ყველას ხმა უნდა იყოს. ასე ვთქვათ, გაგონილი და გათვალისწინებული და მე ძალიან დიდი მადლობა რომ აღნიშნეთ, ნამდვილად ვთვლი რომ ერთ-ერთი მთავარი გამოსავალი რაც უკვე დაიდო, ეს გახლავთ შეკავშირება ამ ადამიანებს და ეს იყო საოცრად სასიამოვნო. მე მახსოვს ერთ-ერთ შეხვედრა, ყველა რომ ძალიან აღელვებულები გამოვედით იმ შეხვედრიდან, კარგი გაგებით, დადებითი ემოციებით, რომ იმდენად გვესიამოვნა ერთმანეთთან საუბარი და ეკ ერთი კითხვა ახლა ჩვენს ახალგაზრდა კოლეგასთან, თაკოსთან, იმიტომ რომ სულ ფიქრობ ამაზე, რაც ეს პროექტი დაიწყო. განა აუცილებელია ეს მესამე მხარე მოვიდეს, თუნდაც ძალიან გამოცდილი და გასაგები ექსპერტული ცოდნით და სხვა, რომ მოგვეხერხებინდა ამ შინაურ ხალხს ერთად შევკრებილიყავით და დამსხდარი ყავით. რატო გახდა თქვენი შეფასებით ეს აუცილებელი? რა თქმა უნდა, თავის ერთმნიშვნელოვანი დადებითი პროცესი, იმიტომ რომ ფასილიტაცია ცნობილი, ასე ვთქვათ, მეთოდია სხვადასხვა საკითხების წარმართვისა და გადაწყვეტის და თქვენ როგორც ონკოლოგი რა კონკრეტულ პრაქტიკულ, ასე ვთქვათ, შედეგებს ელით ამ პროექტიდან სამომავლოდ? დიდი მადლობა მოწვევისთვის პირველ რიგში. ძალიან მიხარია რომ დაუთმეთ ამ თემას ეთერი. მივესალმები მაყურებლებს. ყველანი ერთმნიშვნელოვნად ვთანხმდებით, რომ City Cancer Challenge-ის პროექტი საქართველოში არის ძალიან წარმატებული. ნამდვილად. და რეალურად პირველ ეტაპზე ძალიან ბევრი პრობლემა გამოვლინდა და ჩვენ ყველანი ერთხმად ვამბობთ, რომ ჩვენ სამედიცინო სფეროში და განსაკუთრებით ონკოლოგიაში ეს პრობლემები გვაქვს, მაგრამ თუ დავეთანხმებით ამარს და ვიტყვი, რომ თუ ჩვენ არ ვიტყვით რა გვაქვს პრობლემა, ეს არის პრობლემის გადაწყვეტის პირველი საფეხური. ჩვენ უნდა ვთქვათ რა არის პრობლემა. და ეს საერთაშორისო ექსპერტები სწორედ ამ პრობლემების, ესე ვთქვათ, სწორად დეფინიციაში და შემდგომ უკვე ამ პრობლემების გადაწყვეტა როგორ უნდა მოვახდინოთ, აი ამ სამუშაო პროცესში გვეხმარებიან ორგანიზატორულად და გვიზიარებენ იმ გამოცდილებას, რომელიც თვითონ აქვთ უკვე და რაღაცნაირად ერთიან სისტემაში ეს ყველაფერი იქნება. რა თქმა უნდა, სტრუქტურირებაში, დაჯგუფებაში, რაღაცა გეგმის შედგენაში, მოწესრიგებაში გვეხმარებიან ამ პრობლემების. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ პრობლემებზე თუნდაც სამუშაო პროცესში, თუნდაც კონფერენციებზე ძალიან ხშირად ვისაუბრია და ყოველთვის ვსაუბრობდით თითქოს, მაგრამ ეს რაღაცნაირად აი ეს ორგანიზებული და სტრუქტურულად ჩამოყალიბებული გახდა ეს ყველაფერი. და ნუ მე პრინციპში გამოვყოფდი, რაც ჩვენ პრაქტიკულად რეალურად შედეგი დაიდო და ეს არ იყო პროექტისთვის და ეს არ იყო მხოლოდ დოკუმენტების შექმნა. პირველი ეტაპიდან, რასაც განსაკუთრებით გამოვყოფდი, არის ის, რომ შეიქმნა
ცენტრალური აფთიაქები, სადაც ონკომედიკამენტები კლინიკაში გროვდება და პაციენტს არ უწევს რომ სირბილი და არ უწევს რომ აფთიაქიდან იაროს და შეაგროვოს ეს მედიკამენტები. ეს არის არამარტო რეალური პრაქტიკული შედეგი, რომელზეც ჩვენ წლების განმავლობაში თამარი დამეთანხმება რომ საუბრობდით, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს გადაწყდა სწორედ City Cancer Challenge-ის დახმარებით და ჩვენ ცივილიზებულ სამყაროში როგორც ხდება ონკოლოგიური სერვისების წარმოება, ასე უკვე გვაქვს საქართველოში. აი რა უცნაური ამაზე მართალი ბრძანდებით, აი აქ მინდა ჩაგეკითხოთ, იმიტომ რომ მართლა ამაზე ვსაუბრობდით ყოველთვის ექიმებიც. პრინციპში სააფთიაქო ქსელის წარმომადგენლებს, იმიტომ რომ ისინი ციგლებოდნენ ნამდვილი და პაციენტები ხო თავისთავად და თუ ჩვენი საუბრიდან არ გამოვიდა არაფერი და არ გადაწყდა ეს, რატო გამოვიდა ეს City Cancer Challenge შემთხვევაში? თქვენი პირადი აზრი როგორ? მე პირადად მონაწილეობდი ამ პროექტში და ტექნიკური მწერალი ამ რეკომენდაციების სწორედ მე ვიყავი და აქ მნიშვნელოვანი არის რომ ჩვენ თან ერთად საერთაშორისო ექსპერტები მუშაობდნენ ამ პროექტზე და გარდა იმისა, რომ იქ ჩართულები იყვნენ ონკოლოგები, ასევე ჩართულები იყვნენ ექთნები და ფარმაცევტები. ანუ რეალურად ყველა ის ადამიანი, რომელიც ნაბიჯ არის ჩართული ამ ონკოლოგიური სერვისების მიწოდებაში. და რა თქმა უნდა, ჩვენ უდიდესი ცოდნა და გამოცდილება მივიღეთ სწორედ ამ ჩვენი ევროპელი კოლეგებისგან და ამის საფუძველზე შეიქმნა ეს დოკუმენტი, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში რამდენიც არ უნდა ვისაუბროთ ჩვენ, თუ არ შეიქმნება დოკუმენტი, რომელსაც ჩვენ წარმოადგენთ, იყო ფაქტობრივად ჩვენი შეცდომა მანამდე, ხო? ანუ ჩვენ თვითონ მანამდე რომ გაგვეკეთებინა მსგავსი დოკუმენტი და მიგვემართა სამინისტროსთვის, გადაწყვეტილების მიღებისთვის, გამოდის შეიძლება გადაწყვეტილიყო ეს პრობლემა ამ პროექტის გარეშეც. ამიტომ ამბობ, აი ცოტა უცნაური ხარ არის. მაინც კარგია, როდესაც საერთაშორისო ექსპერტები გიჭერენ მხარს და გეხმარებიან, რომ შექმნა ის დოკუმენტი, რომელიც საბოლოო ჯამში მე პრაქტიკაში გადაიზრდება და ერთიც მინდა რომ დავამატო, ეს არ არის მხოლოდ დისკომფორტი პაციენტებისთვის, რომ იაროს აფთიაქში. ის რომ ონკომედიკამენტებს სჭირდება თავისი შენახვის სხვადასხვა პირობები და წესები, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. და თუნდაც ტემპერატურული რეჟიმი, თუნდაც ტენიანობა ოთახის სადაც ინახება და ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც პირველ ფაზაში გაკეთდა და მეორე, რასაც გამოვყოფდი, რომელიც საბოლოო ჯამში ვერ დაინერგა, მაგრამ ასევე დოკუმენტის სახით გამზადდა, ეს არის კიბოს დიაგნოსტიკის და ფინანსების პროექტი, რომელიც City Cancer Challenge აქ ძალიან მოგვეხმარა იმ კუთხით, რომ რასაც ჩვენ ექიმები ვერ გავაკეთებდით, ანუ ფინანსური დახმარება მათგან გვქონდა, რომ ფინანსური გუნდი ჩაერთო და დაითვალა რეალურად ეს ყველაფერი. რაც მნიშვნელოვანია, როდესაც შენ ელაპარაკები სახელმწიფო სტრუქტურას მაყურებელმა რო გაიგოს, აი კიბოს სადიაგნოსტო სავერიფიკაციო კვლევებსაც საუბრობ. კიბოს სავერიფიკაციო კვლევები, რომელიც ჩვენ რასაკვირველია შეგვიძლია ვესაუბროთ სახელმწიფო სტრუქტურებს, რომ ჩვენ ეს გვჭირდება, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა იყოს assez რაღაც ფორმაში ჩასმული და თან უნდა ახდეს დასაბუთებული და ასევე თან უნდა ახდეს თავისი ბიუჯეტი. რომელსაც რასაკვირველია ჩვენ ვერ გავაკეთებდით და ამ ხრივაც ძალიან მოგვეხმარა City Cancer Challenge, თუმცა ამ პროექტის დანერგვა ჯერჯერობით არ მომხდარა, მაგრამ ჩვენ მაინც იმედიანად ვართ, რომ ხო, მაგრამ გზა გაკვალულია, იმიტომ რომ თუ ერთი დოკუმენტის შეტანას მოყვა სამუშაო შესრულებულია, ახლა ველოდებით სამინისტროსგან, რომ მესმის და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ვერანაირი ნაადრევი, ადრეული როგორც გნებავთ, ისე გადაარქვით საწყის სტადიაზე კიბოს გამოვლენა და დროულად მკურნალობის დაწყება ვერ მოხდება, თუ პაციენტს არ ექნება ფინანსურად, აღარ ვლაპარაკობ გეოგრაფიულ ხელმისაწვდომს, ფინანსურად არ ექნება საშუალება, რომ ვერიფიკაციისთვის ჩაიტაროს ის კვლევები, რასაც დაუნიშნავს უკვე ონკოლოგი, რადგანაც ეს კვლევები საკმაოდ ძვირადღირებულია და მე აბსოლუტურად გეთანხმებით, რომ ის რომ ეს არის დათვლილი, ბიუჯეტი გაკეთებული და დაახლოებით წარმოდგენა აქვს თითო პაციენტის გამოვლენა, მოდი ესე ვთქვათ, ადრეულ ეტაპზე, იმიტომ როგორ ხდება ეს გამოვლენა, ამოცნობით ხო არ ხდება, კაცო და დაჟინებული მზერით. ხდება აუცილებლად სწორედ
აი ამ სპეციფიური თანამედროვე ხარისხიანი ტესტებით. მოდი, ესეც ვთქვათ, იმიტომ რომ თურქეთში არ უნდა გარბოდეს ან სხვაგან ჩვენი პაციენტი დიაგნოზისთვის მართლა გვაქვს, აი ჩვენმა უცხოელმა კოლეგამაც აღნიშნა, რომ შესანიშნავი ინფრასტრუქტურა გვაქვს თბილისში და საქართველოში, მათ ნაკლებობა სადიაგნოზო აპარატურის მოწყობილობის არ შეხვედრიათ ან რაიმე სხვა ინფრასტრუქტურული პრობლემები, მაგრამ თუ ეს აპარატურა დგას და მას არ შეუძლია მოიცვას ყველა ეს პაციენტი, ვისაც სჭირდება დიაგნოსტიკა ფინანსური პრობლემის გამო, ბევრი რამ ერთად გვჭდება. კლინიკამაც ყველა იყიდა ეს აპარატი და არ არის რენტაბელური, იმიტომ რომ იმდენ პაციენტს არ ემსახურება და ვერ ატარებს, რამდენი სჭირდებოდა. ექიმიც არ არის ისე დატვირთული, როგორც უნდა იყოს. სამწუხაროდ გარეთ გადის პაციენტი, იმიტომ რომ ზოგჯერ არც იცის, რომ არის ეს დიაგნოსტიკის მეთოდი. და რაც ყველაზე მთავარია, იმის გამო, რომ არ დაფინანსდა დროულად და არ ჩაიტარა დროულად კვლევები, შესაბამისად დიაგნოზი გვიან გამოვლინდა და შესაბამისად კუნალობა გვიან დაიწყო, როცა შედეგები რა თქმა უნდა უფრო ნაკლებია, ვიდრე დროულად დასაწყისის დროს და მინდა ისევ ქალბატონ თამარს ვკითხვა, აი ისევ იგივე საკითხის გარშემო ვტრიალებ, იმიტომ რომ ეს ხო არ არის მარტო ონკოლოგიაში არსებული პრობლემები, ხა ვცდილობთ ხოლმე ჩვენ რომ ეს განვაზოგადოთ ჩვენი ჯანდაცვის სისტემის სუსტი მხარე არის თუ არა ის, რომ ჩვენ ქართველ ხართ საერთაშორისო ექსპერტი. მე იმიტომ მოგმართავთ, ხო? ჩვენს ქართულ მხარეს ყავს ძალიან ბევრი გონიერი, ჭკვიანი, გამოცდილი, მართლა ბოლო-ბოლო უცხოეთში ნამუშევარი თუ მაინც უცხოეთზეა საუბარი, იქ განათლება მიღებული და ბოლოს უცხოეთში რომ ექსპერტებად მუშაობენ ესეთი კადრები. აი მათგან მიწოდებულ პრობლემას, პრობლემის გადაჭრის თხოვნას, მათგან მიწოდებულ თუნდაც დოკუმენტს, წერილს, თუნდაც მათ მიერ დათვლილ ბიუჯეტს, იმიტომ რომ მეც მქონდა ესეთ შემთხვევა, როცა მაგალითად საკვერცხის კიბოს დროული აღმოჩენის, ასე ვთქვათ, პროექტი გავაკეთეთ რამოდენიმე დაახლოებით 10-12 წლის წინ და გადასარევად დავთვალეთ ჩვენც რა დაჯდებოდა ის დაუშვათ ადრეულ სტადიაზე, მე რა უჯდებოდა სახელმწიფოს გვიან სტადიაზე და რა კვლევები უნდა დაენერგა. რატომ ხდება ეს, რომ ჩვენი ექსპერტების ის და ჩვენ მიერ მიწოდებული მაინც დოკუმენტები, პროგრამები, წინადადებები უფრო ნაკლებად არის ყურად მიღებული, მოდი ესე ვთქვათ და აი ესეთი ორგანიზაციების მიერ მეტად. ამას ცუდი გაგებით არ ვარ, პირიქით მინდა რომ პრობლემა არ მოიფხვრას მომავალში. ნდობა ნაკლები შინაურის მიმართ და დავუშვათ უფრო გამოცდილი ორგანიზაციის მიმართ მეტია თუ კიდევ რაღაცა არის ამის მიზეზი, როგორ ფიქრობთ თქვენ? ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა, ქალბატონო ეკა და ალბათ პრაქტიკული კითხვა იმიტომ რომ შესაძლებელია ლოგიკურიც იყოს, თუმცა მაინც მინდა რომ ყოველთვის კარგი მხარე დავინახო და პირველი კარგი მხარე რაც არის ამაში არის გუნდურობა. რაც ძალიან მნიშვნელოვანია მედიცინაში. მათ შორის ონკოლოგიაშიც. პირველი დადებითი მხარე მაინც გუნდურობის პრინციპს აქვს და გუნდურობაში რაც უფრო მეტი გამოცდილი ადამიანი იქნება, რომელსაც პრაქტიკულად განუხორციელებია და ამ პრობლემების დადებითი თუ არ ყოფითი მხარეები უნახავს მათი გაზიარება და მეორეს მხრივ ქართული ექსპერტებისთვისაც ეს არის პასუხისმგებლობის გაზიარება, ალბათ რომელიც ასევე მნიშვნელოვანია, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ საკმაოდ ისეთი მოკრძალებული ბიუჯეტის მქონე ქვეყანა ვარ და არ გვაქვს ისეთი რესურსები, რა არც სწორი არ იქნება, რომ რესურსები იქნას არასწორად განსაზღვრული, დათვლილი და მას მოყვეს არასწორი დანერგვა იმპლემენტაცია. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში სხვა აზრის მოსმენა, სხვა ადამიანის და მათ შორის ექსპერტის მოსმენა და მათი პრობლემების გაზიარებით საკუთარ პრობლემებზე ჯობია არ ვისწავლოთ. შეცდომებზე ჯობია არ ვისწავლოთ. ამიტომ სხვების შეცდომების გაზიარება, სხვების გამოცდილების გაზიარება, გუნდურობის პრინციპი და რაც შეიძლება მეტი ექსპერტის ჩართვა როგორც ვოკალური, მეც სანდოობას და შესაბამისად უკვე დამაჯერებლობასაც ზრდის. ამიტომ
ვეცდებოდი რომ მაინც უფრო აი ამ კუთხით დამენახა აი ესეთი გუნდი შემადგენლობა რომ მათ უკვე აქვთ ესე იგი ეს გამოცდილი და გადაწყვეტილი ის პრობლემები და სანდოობა მეტია ის სისტემები რომელიც თაკომ აღნიშნა ცენტრალიზებული აფთიაქი ეს უკვე 10 წლეულების მანძილზე მუშაობს ეს სწორი გზაა განვითარების და ადრე თუ გვიან ეს საქართველოში უნდა დაწყებული თქვენ ძალიან კაი რამ აღნიშნეთ თამარ მე მგონია რომ აქ მაინც ფინანსური თემაც არის ეხლა რა თქმა უნდა სახელმწიფო არ არის დიდარიც რო იყოს არ არის ყველაფრის მომცველი ორგანიზმი მას აქვს ყოველთვის პრიორიტეტების მიხედვით მუშაობის ასე ვთქვათ პრინციპი და აქედან გამომდინარე მე მესმის რომ ისინი უყურებენ რამდენად სანდოა ხარჯთეფექტურობის თვალსაზრისით. ანუ რომ თავაზობს მე ეს ადამიანი მოდი ეს რეფორმა გავაკეთოთ, ეს სრულება შევიტანოთ, ესე გავახორციელოთ, თუ მას ეს უკვე განაკეთები არ აქვს და არ ვარ მე დარწმუნებული რომ ამაში ჩადებული ფული წყალში გადაყრილი ფული არ იქნება, რა თქმა უნდა შეიძლება შევიკავო თავი. ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია. ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია ისეთი პრობლემები. განხორციელებული აქვს, ვიცი რომ ამან მართლა მას ხარჯთეფექტურიც იყო და კლინიკური სარგებელიც მოიტანა მოკლედ ორგანიზაციულიც, ფინანსურიც და ვენდობი და ამიტომ უფრო ჩვენს პოზიციასაც ძალიან ამყარებს მათი ჩართულობა და მათი აქტიურობა, იმიტომ რომ მართლაც და არ შეიძლება გამოვრიცხოთ ან ტექნიკური შეცდომა, ან გაუთვლელი სტრატეგიული უზუსტობა აქედან გამომდინარე ერთმანეთის დობის და გამოცდილების გაზიარებით რაც უფრო ნაკლებ შეცდომას დაუშვებთ ამ გზაზე მით უკეთეს. ეხლა რატომ დაგისვით ეს კითხვები, იცით ორივეს მაინტერესებდა ესეთი პრაქტიკოსი ონკოლოგის აზრისზე თქვენიც როგორც ექსპერტის, იმიტომ რომ სამომავლოდ გამოდის, აი ხა ჩვენ უკვე მედიდეაში ვართ და უკვე ჩდება ახალი იდეა, რომელიც შეგვიძლია განვახორციელოთ და მივაწოდოთ ჩვენ საზოგადოებას. გამოდის რომ ნებისმიერი ცვლილება სასიკეთო რომელიც გვინდა რა თქმა უნდა პრობლემაზე დაფუძნებული გამოკვლეული რომ ეს გვაქვს ეს აგერ წოდებული ვრიჭო და უკვე ნამდვილად ვიცით რომ ეს საკითხი გადასაწყვეტია შეგვიძლია შევიმუშაოთ ჩვენ თვითონაც ძალიან მშვენივრად მისი გადაწყვეტის გზა უბრალოდ სასურველია გქონდეს გამყარებული ის როგორც გამოცდილი უცხოელი კოლეგებისაგან ასევე მულტიდისციპლინური გუნდის მიერ განხილვის ასე ვთქვათ ოქმი თუ დოკუმენტი ვაახლოთ და რაც ყველაზე მთავარია თქვენი საუბართან გამოიკვეთა ჩემი აზრით პროფესიული ასოციაციების და პროფესიული ასოციაციების გაერთიანებების როლი იმიტომ რომ ეს საქმე პრინციპში უნდა აკეთოს ასოციაციებმა ხო დარგში არსებული პრობლემები უნდა იკვლიოს გამუდმებით მერე ამ პრობლემების გადაჭრის გზებიც გამონახოს, გეგმები დასახოს, როგორც სტრატეგიული, ისე ჩვეულებრივი სამოქმედო გეგმები და წარადგინოს ეს განსახილველად. და ნუ მერე უკვე რა თქმა უნდა გადასაწყვეტად გადაწყვეტილების მიღებპირებთან ერთად და ეს ასოციაციები გამოდის რომ ძალიან მჭიდრო თანამშრომლობაში უნდა იყონ და არიან კიდევაც უმრავლესობა უცხოურ მსგავს ასოციაციებს და იქიდან შეუძლიათ სარეკომენდაციო წერილი წარმოიღოთ. მე ამას რატო ვამბობ, იცით რომ, ოდესაც რაღაცას ჩვენ ვაკეთებთ, თქვენ თუნდაც ელემენტარული უსეგე გეგმა რო გავაკეთოთ, რაც ახლა დაგვავალეს, რომ ტრენინგები ჩავატაროთ, ხო, რომელიც უწყვეტი სამეცნიერო განათლების ჩარჩოში უნდა მოვაქციოთ, ალბათ ისე ვერ ჩავატარებთ ტრენინგს, აზრი არ ექნება. იქაც კი ჩვენ რო ამას დავწერთ და წარვადგენთ სამინისტროში ორი პროფესიული ასოციაციის რეკომენდაცია აუცილებელი და გამოდის რომ თუ ჩვენ გვთხოვენ ამ პროფესიული ასოციაციების რეკომენდაციას ჩვენმა ასოციაციებმა შეიძლება რაღაცაზე იმუშაოს ვერ ეს ნამუშევარი გაუზიაროს უკვე სხვა ასოციაციებსა და ესეთ ორგანიზაციებს და ექსპერტებს და მათი რეკომენდაციით წარვადგინოთ ესე იგი ცვლილების პროექტები სამინისტროში ეს არის უკვე რაღაც დიდი მადლობა ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად ამ გამოცდილების გაზიარება ამიტომ ყველა ქვეყანა საკუთარი პრობლემა გააჩნია ყველა საზოგადოებას გარკვეული სირთულეების სიძნელეები გააჩნია ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მოусვინოთ ერთმანეთს რაც მნიშვნელოვნად შეიძლება ის არ იყოს შენზე უკეთესი ან შენზე მორგებული თამარ თქვენ რას დაამატებდით იმ ნაწილს რომელშიც ჩვენ საუბრობდით კიდევ პრაქტიკულ გამოყენებაზე აი ამ პროექტში ჩართულობისა თბილისის და მთლიანად საქართველოსი რომელიც ჯერ არ განხორციელებულა მაგრამ თქვენი მოლოდინები
პირველ რიგში აი სამი ძირითადი მიმართულება გამოკვეთეს, ხო, ახლა ძირითადად ძუძუს კი მოამოარჩიეს როგორც პრიორიტეტი და ადრეული დიაგნოსტიკა, თვითონ აი ეს პერიოდი რომ შემოკლდეს სადიაგნოზო ამაზეა მიმართული და მკურნალობის ხარისხი რომ გაუმჯობესდეს. რა მოლოდინები გაქვთ ამ სამი მიმართულებიდან რომ ჩამოვაყალიბოთ? ჯერ პირველ რიგში ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს დიაგნოსტიკის დაფინანსება მოხდება და ეს ნება იქნება და ეს პირველი ფაზიდან და განსაკუთრებით როგორც ხა პრაქტიკოს ონკოლოგს ყველაზე მეტად ეს მკივა. რაც შეეხება მეორე ფაზას, აქ გამოიკვეთა უფრო დახვეწილი პროექტები, უფრო განათლებაზე დაფუძნებული და უკვე ხარისხის გაუმჯობესებაზე დაფუძნებული პროექტები, რაც ვფიქრობ საფუძველს შეგვიქმნის ჩვენ იმისათვის, რომ მაგალითად 5 წელიწადში ჩვენ გვქონდეს გაცილებით უკეთესი ხარისხი ზოგადად მედიცინაში და არა მარტო ონკოლოგიაში. იმიტომ რომ მე თავარს დავეთანხმები, რომ ონკოლოგია არ არის ერთი ადამიანის საქმე. ეს არის გამორიცხული, რომ მარტო შენ იმუშაო, არა მარტო როგორც ასოციაცია, ვთქვათ, არამედ როგორც ექიმმა. და იქ სხვადასხვა სპეციალისტების ჩართვა გჭირდება. და ეს ყველაფერი იწყება პირველადი ჯანდაცვის საფეხურიდან, სადაც უნდა მოხდეს ძალიან სწორად ამოცნობა ონკოლოგიური დაავადებებისა და შემდეგ სწორი რეფერალი და დროული რეფერალი. იმიტომ რომ ონკოლოგიური დაავადებები სამწუხაროდ არ არის ის დაავადებები, რომელიც ასე ვთქვათ, რომელსაც აქვს ის ფუფუნება, რომ დიდი დროის განმავლობაში არ იყოს დიაგნოსტირებული. იმიტომ რომ სწორედ დროული რეფერალი გვაძლევს ჩვენ საშუალებას, რომ ეფექტურად ვუმკურნალოთ ონკოლოგიურ დაავადებებს და გადავარჩინოთ სიცოცხლე. და გარდა ამისა, ასევე ისიც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ ონკოლოგები, ხდებოდეს ამის ხარისხის შემოწმება. და რაზეც სჭირიან ხოლმე ჩვენი პაციენტები, ხო და ახან-ახან არ მოწონთ ჩვენი მომსახურება. ხო, ну ეს ძალიან სუბიექტურია, მაგრამ და ამიტომ რეალურად უნდა იყოს რაღაც სტანდარტი, რომელსაც ყველა გავიზიარებთ და ეს სტანდარტი უნდა იყოს რასაკვირველია ჩვენი რესურსების შესაბამისი. ჩვენ არ ვართ ეხა ის ქვეყანა, რომ ყველანაირი რესურსი გქონდეს, ამას რასაკვირველია ვაცნობიერებს ჩვენც და ალბათ ჩვენი პაციენტებიც, მაგრამ ჩვენი რესურსების ფარგლებში მით უმეტეს უფრო მნიშვნელოვანია, რომ ხარჯს ეფექტურად გამოვიყენოთ ეს რესურსები, რომ ჩვენს პაციენტებს მივაწოდოთ საუკეთესო ხარისხის სერვისი, ისე რომ ეს არ იყოს მძიმე ტვირთი არც სახელმწიფოსთვის და არც ოჯახებისთვის. გეთანხმებით და გაზომვადი არ იყო ეს წერანაც ვსაუბრობდით ამაზე და აი სტანდარტთან დადარება გვაძლევს უკვე იმის საშუალებას, რომ როგორც რაოდენობრივი ხარისხობრივი მეთოდებით გავზომოთ ჩვენი სამედიცინო მომსახურება და ნამდვილად ის პაციენტის სუბიექტური აზრი თუ იქნება, ჩვენ შეგვეძლება დაუსაბუთოთ, რატომ იყო ჩვენ მიერ ჩატარებული მომსახურება ნამდვილად სწორი, ზუსტი, ან თუ რაიმე დარღვევას თუ ხარვას ქონდა ადგილი, ვაღიაროთ ესეც. თამარ, ვიდრე დავასრულებთ ჩვენ დღევანდელ გადაცემას, მინდა რომ მაინც ესეთი შემაჯამებელი და შემაფასებელი იყოს თქვენი სიტყვა, იმიტომ რომ ჩვენ ახლა ძალიან ბევრ პრობლემაზე შეგვიძლია საუბარი, რომ მივყვეთ, ამიტომ ვეცდები ისეთი კესერჩელიჯის ფარგლებში დავრჩე და შეიქმნა კომიტეტები, ხო? თქვენ ბრძანდებით კოორდინატორი, მთავარი ყავთ თქვენი კოორდინატორები, ასე ვთქვათ, მიმართულებების მიხედვით და აი კონკრეტულად თქვენმა ჯგუფმა რა ვალდებულება აიღო, რა ორი მიმართულებით უნდა იმუშაოთ და რა მოლოდინები გაქვთ აი ამ სამუშაოს, ასე ვთქვათ, შედეგებთან მიმართებაში. კონკრეტულად ჩვენი ჯგუფის სამუშაო მოიცავს განათლებისა და ცნობადობის ამაღლებას, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია. განათლება ონკოლოგებისათვის და პირველადი ჯანდაცვის სპეციალისტებისათვის და ცნობადობის ამაღლება საზოგადოებისათვის ზოგადად და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისთვის. ვფიქრობ, ყველაფერი აქედან იწყება. ჩვენი პაციენტებიც ჩვენი საზოგადოების წევრები არიან და სამედიცინო საზოგადოებას განათლების გარეშე წარმოუდგენელია კონდეს რაიმე მომავალი. ძალიან დიდი მოლოდინია იმის, რომ ონლაინ რეჟიმში დაგეგმილი სასწავლო კურსები საკმაოდ
კარგ ეფექტ შედეგს გამოიღებს და ძალიან დიდი იმედი მაქვს იმის, რომ ცნობადობა რამდენადმე ამაღლდება. დიდი მადლობა. მე ვფიქრობ, რომ ნამდვილად ეს არის ის სამუშაო, რომელიც რთულია, სათქმელად მოკლეა, მაგრამ ძალიან რთულია. მე მახსოვს რამხელა ენერგია და გარკვეული ემოციებიც წაიღო თავის დროზე ტუბერკულოზის შესახებ პირველად ჯანდაცვის ექიმების განსწავლა მთელი საქართველოს მასშტაბით, მაგრამ ეს იყო ნამდვილად კარგი გამოცდილება, ნამდვილად შედეგიანი, იმიტომ რომ ძალიან მოკლე და გასაგები ალგორითმი შევქმენით. ამ ალგორითმის მიხედვით მალევე ხდებოდა ეჭვის მიტანა, ასევე ეჭვმიტანელთა კოდი შეიქმნა სპეციალური, რომელიც ან დაადასტურებდა, ან გამორიცხავდა და ძალიან ეს სწრაფად ხდებოდა მაშინ უკვე გამოვლენ და სხვათა შორის გადავაჭარბეთ კიდევაც 100%-იან ნიშნულს მაშინ ტუბერკულოზის გამოვლენით და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რახან ეს ერთხელ მოხდა, რაც ერთხელ ხდება, ესე იგი შესაძლებელია და შეიძლება ეს მოხდეს ძალიან მალე. ვფიქრობ პირველად ჯანდაცვის და ზოგადად სხვა დარგის სპეციალისტების ჩართულობით და დავასრულებდი ჩვენ საუბარს ნამდვილად იმითი, რომ თუ ერთი კონკრეტული შედეგი უკვე გვიჭირავს, მეორეს ველოდებით, მესამე და მნიშვნელოვანი იქნება ზოგადად არა მარტო ონკოლოგიაში, არამედ ჩვენ ჯანდაცვაში რეფერალის სისტემის ბოლოს და ბოლოს შექმნა დახვეწა და გაძლიერება, რომ ამაში ძალიან გვიჭირს. და სწორედ ეს რეფერალის სისტემა იქნება ის ჯაჭვი, რომელიც სამუდამოდ კარგი გაგებით გადაგვაბავს ყველა სპეციალობის ექიმს ერთმანეთთან. იმიტომ რომ დღეს ჩვენ ახლა არ გვაქვს იმის დრო, რომ ვისაუბროთ დამატებით სერვისებზე, პალიატიურ სერვისზე, ონკორეაბილიტაციაზე, ონკონუტრიციაზე, ფსიქოონკოლოგიაზე, გვერდით მოვლენებზე, მათ მართვაზე, გულის თუ თირკმლის თუ ღვიძლის დაზიანებაზე, ანუ იმ ძალიან დიდ თაიგულზე სხვადასხვა გართულებებისა და ნარჩენი მოვლენების, რომელიც სამწუხაროდ ონკოლოგიას ქრონიკულ დაავადებად აქცევს, ეს თვითონ მკურნალობის გვერდითი ეფექტებიც არის და თვითონ დაავადების ონკოლოგიისაც და ამიტომ ვფიქრობ, რომ რეფერალის სისტემას ვერ ავწდებით, იმიტომ რომ ყოველთვის მოგვიწევს ჩვენთან მოსული პაციენტი თუ სკრინინგზე მოვიდა სრული ეჯამთელი, მაგრამ სამწუხაროდ იქ ადრეულ სტადიაზე, რა თქმა უნდა, სკრინინგის ხიბლიც ეს არის, მაგრამ გამოვლინდა რაიმე, მოგვიწევს რეფერალი, თუ რაიმე მცირე სიმპტომებით მოვიდა პირველად ჯანდაცვის ექიმთან თუ სხვა სპეციალობის ექიმთან და მან მიიტანა ეჭვი, ჩვენი ეგრეთ წოდებული სუსპიციო სამწუხაროდ ამ შემთხვევაში ცუდ კონტექსტში ყოველთვის იწევდა ცუდ ემოციას, იმიტომ რომ ეს ნიშნავდა, რომ კიბოზე იყო ეჭვი, ხომ? მაინც მოუწევს რეფერალი ონკოლოგთან. თუ ონკოლოგს მკურნალობის დროს აქვს გვერდითი ეფექტები, თაკონ გადასარევად აღნიშნა მოუწევს იქ ენდოკრინოლოგთან, ნუტრიციოლოგთან, თერაპევტთან, კარდიოლოგთან, უროლოგთან და ნევროლოგთან და ასე შემდეგ რეფერალი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია შესანიშნავათაც რომ დასრულდება ხოლმე აქტიური მკურნალობის ფაზა, შეიძლება მოუწიოთ რეაბილიტოლოგთან, ან პალიატიურთან მოუწიოთ თუ სამწუხაროდ არ იქნება ის შედეგები რეფერალი და აი ეს გახლავთ ჩემი აზრით ის მნიშვნელოვანი, რაც შეიძლება საქართველოში ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებას მომსახუროს მთლიანად და არა მარტო ონკოლოგიას, იმიტომ რომ 1000-ჯერ გვითქვამს და ახლა ვიმეორებთ, სამედიცინო ბიზნესი არ არის იმ ტიპის ბიზნესი, რომელიც შეიძლება კონკურენციაზე იყოს აგებული, ეს უნდა იყოს ბიზნესი, რომელიც აგებულია მჭიდრო პარტნიორობაზე, ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობის ინტერესების გათვალისწინებით. დიდი მადლობა. აუცილებლად დიდი მადლობა ნამდვილად აი თქვენი ძალიან სწორი აქცენტებისათვის და დღევანდელი ჩვენი გადაცემის ბოლოს ერთადერთი რაც შემიძლია აღვნიშნო, ის გახლავთ, რომ გარემ, ასე ვთქვათ, დამხმარე ძალები ღმერთმა არ მოგვაკლოს, მაგრამ თუ არ იქნება ყოველთვის იმის საშუალება, რომ გამოცდილი ან ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანი საინტერესო იდეების მქონე პარტნიორები შემოგვერთნენ და დაგვეხმარონ, იმედია რომ აი სწორედ ეს რეფერალის სისტემა იმხელა ნდობას გააჩენს, იმხელა გამოცდილებას გააჩენს, რომ ჩვენ მიერ შეთავაზებული წინადადებებიც იქნება გათვალისწინებული და მიღებული. დღევანდელი გადაცემა მინდა დავამთავრო ძალიან დადებითი განცდით იმისა, რომ იდეების გაჩენა და გენერირება ყოველთვის ღირს, იმიტომ რომ CT კანსერის იდეამ გაამართლა მთელ მსოფლიოში, გაამართლა თბილისსა და საქართველოში, უკვე თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, ასე რომ გავაგრძელებთ საინტერესო იდეების წარმოჩენა და ბრძოლა მათი დანერგვისათვის ჩვენი პაციენტების და ჩვენი მოსახლეობის ასიკეთოთ. მადლობას მოგახსენებთ. მადლობა თქვენ. კარგად გაგებოდეთ, ჯანმრთელობას ისურვებთ.